ყველას ერთნაირად ვერ მოემსახურები, მაგმითის მე პირადად ამჯერა. ყველა ერთნაირი კლიენტი არ არის, ყველა მართალი კლიენტი არ არის. მაგრამ რა გავაკეთოთ, რომ სტერეოტიპების ხორბლი არ აღმოჩნდეთ? ეს ჩაცმულობა, ვიზუალი, როგორ გამოიყურება რიტეილში განსაკუთრებით საცალო გაყიდვებში, ანუ საერთოდ არ უნდა იხელმძღვანელო, მაგით კი არიან აი მინახავს ტრეინინგზეც თანამშრომელი, უთქვამს რა, ეგრევე ხვდები კაცო, რომ შევხედავ რა სეგმენტი არის, ის გადამხდელია. შეიძლება ვიღაცას აქ ნიჭი რაღაცა ისეთი, რომ მართლა რენტგენს უკეთებს მომხმარებელს და ეგრევე ხვდება. მე ჩემი გამოცდილებიდან არაერთი შემთხვევა მქონია, რომ მეგონა რომ ეს ძვირად ღირებულს იყიდიდა და მეგონა რატო? სუფთა სტერეოტიპული ხედვი. ისე გამოიყურება, ისე აცვია, ისეთი რაღაც აქსესუარები აქვს თან, ისეთი მობილური ტელეფონი უჭირავს, რომ ამან უეჭველი ძვირად ღირებული პროდუქტი უნდა იყიდოს და მანდ მივხვდი, რომ ეგ ყველაფერი იყიდის თუ არ იყიდის და რის სიმყიდველია და რომელ საფასო და რა ბიუჯეტის პროდუქცია მოსული, უნდა გაირკვეს ჩემი აზრით ურთიერთობებით.